მიმდინარე წლის მარტიდან საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა კულტურის სამინისტროს დაექვემდებარება. პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ინიციატივა გუშინ წარადგინა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ეროვნულ ბიბლიოთეკას შეუნარჩუნდება ბიუჯეტი, თანამშრომლებს კი საჯარო მოხელის სტატუსი. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მომზადებულ ცვლილებებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან არსებული დაწესებულებების, ეროვნული ბიბლიოთეკის, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და კვლევითი ცენტრის დაქვემდებარებას შეეხება. ცვლილებების მიხედვით მარტიდან ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა კულტურის სამინისტროს დაექვემდებარება. ბიბლიოთეკის შესახებ კანონით შინაარსობრივად ის უწყებრივად დაკავშირებულია კულტურის სამინისტროსთან, მაგალითად პოლიტიკის თუ სხვა საკითხებს უთანხმებს და კულტურის სამინისტრო და ეროვნული ბიბლიოთეკა ერთად შეიმუშავებენ ასეთ საკითხებს. ანუ გვაქვს მოცემულობა, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა სამართლებრივად არის დაკავშირებული საქართველოს პარლამენტთან, ხოლო შინაარსობრივად დაკავშირებული არის კულტურის სამინისტროსთან. ამავე დროს ეს სამართლებრივი კავშირი პარლამენტთანაც ბუნდოვანია იმ მხრივ, რომ ის არ არის პარლამენტის სტრუქტურული ერთეული, როგორც თქვათ, შეიძლება დეპარტამენტი არსებობდეს, აქვს ცალკე სახაზინო კონტი და განცალკევებულია, თუმცა ამავე დროს მაინც პარლამენტის ნაწილი არის. ამიტომ გარკვეული ჰიბრიდი არის, რომელიც ასეთი სახით ჩვენ სამართლებრივ სივრცეში არც არსებობს. გადაწყვეტილებას ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოეხმაურნენ. ბიბლიოთეკის დირექტორის კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ისინი ახლა აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადადიან და დასახელების ცვლილებების გარდა სხვა რაიმე ცვლილება ბიბლიოთეკაში არ იგეგმება. საკანონმდებლო ცვლილებებით თანამშრომლებს შეუნარჩუნდებათ საჯარო მოხელის სტატუსი, ბიბლიოთეკის მფლობელობაში არსებული ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი. Როგორი მოლაპარაკებებიც ჰქონდა პარლამენტთან და რა შედეგსაც მივაღწიეთ, მე ამას პოზიტიურად ვაფასებ. თუმცა აქედან ესე ვთქვათ რა გამოვა, ეს კიდევ ცალკე საკითხია და ამას გარკვეული დრო დასჭირდება ამის შეფასებას. ეს აზრი ახლა არ დაბადებულა. ეს აზრი უკვე ჯერ კიდევ 12-13 წლის წინ უკვე ერამდვილად იყო დღის წესრიგში და უბრალოდ დღეს პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება ჩვენ სტრუქტურას პარლამენტთან ურთიერთობაში, ჩვენ ვერ ვახერხებდით ეფექტური ცვლილებების განხორციელებას, იმიტომ რომ ეს სტრუქტურა ამიტომაც საკმაოდ მოუქნელი და ხისტი რჩებოდა. აი ამ ახალ ვითარებაში უფრო მეტი შესაძლებლობა არის, რომ უფრო მოქნილი და ეფექტური სტრუქტურა შევქმნათ. ეროვნული ბიბლიოთეკის სტატუსის ცვლილებაზე საკუთარ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი. მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება მცდარია და ქვეყნის მთავარ წიგნსაცავს სტატუსს უცვლის. კულტურის სამინისტროსთან დაქვემდებარებით ის ინარჩუნებს მხოლოდ ეროვნული დეპოზიტარიუმის ფუნქციას, მაგრამ ის აღარ იქნება ის, რაც არის დღეს. საქართველოს დღიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან პარლამენტს დააკისრა ქვეყნის მთავარი წიგნსაცავის მზრუნველობა. დიახ, 1918 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დააყენა საკითხი პარლამენტის ბიბლიოთეკის შექმნისა. მან სწორედ ექვთიმე თაყაიშვილმა დააყენა საკითხი ამ ბიბლიოთეკის ფონდების შეძენისათვის 500.000 მანეთის გამოყოფა. შეიძინეს დიმიტრი ერმაკოვის ფონდი, ვაიდენბაუმის კოლექცია, სავალდებულო ეგზემპლარის კანონიც მიაღებინა. ეს გააკეთა ცხონებულმა ექვთიმე თაყაიშვილმა, რას მოიფიქრებდა, რომ 2025 წელს დამოუკიდებელი საქართველო გააუქმებდა პარლამენტის ბიბლიოთეკას. ჯერ კიდევ არ მიღებულა ეს მცდარი გადაწყვეტილება. მიმართავ პარლამენტარებს, ნუ შეცვლიან იმ გზას, რაც ექვთიმე თაყაიშვილმა შექმნა. ნუ ვიტყვით უარს საპარლამენტო ბიბლიოთეკაზე. ეროვნულ ბიბლიოთეკას ნუ დაუკარგავთ საპარლამენტო ბიბლიოთეკის ფუნქციას. ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორია 1846 წლიდან იწყება, როდესაც თბილისში ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა დაარსდა. საქართველოს რესპუბლიკურ ბიბლიოთეკას 1990 წელს ეწოდა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 25 დეკემბრის ბრძანებულებით ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაში გადავიდა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ეწოდა. 2000 წლიდან ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის სახელს ატარებს.
ჩვენ გქონდა კონგრესის ბიბლიოთეკის მოდელი, რომლის ინიცირებაც მოხდა 90-იან წლებში საქართველოს პარლამენტში, მაშინ ზურა ჟვანიას იდეით. თუმცა კონგრესის ბიბლიოთეკა რეალურად არის უფრო კვლევითი ცენტრი, ასეთი ტიპის ორგანიზაცია. ჩვენ კვლევითი ცენტრის გარდა გვაქვს მომსახურება მკითხველთან, საგამომცემლო საქმიანობა და როგორც აღნიშნე, ასევე ქვეყნის მთავარი ბიბლიოთეკის სტატუსი, რაც გულისხმობს ქვეყნის დეპოზიტარიუმსაც. ისაკითხი, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა აქამდე სამართლებრივი სტატუსის სიპის არ ქონდა, ცოტა უცნაური სტატუსი ქონდა, რომელიც გულისხმობდა საჯარო სამართლის სუბიექტს, რაც ოპერირებისთვის ქვეყანაში, თუნდაც მაგალითად გრანტების მოზიდვის თვალსაზრისით, გარკვეულწილად ხელს გვიშლიდა და ცოტა მოუქნელი ორგანიზაცია იყო ამ ფორმით. კანონპროექტთა პაკეტს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. მიმდინარე სასესიო კვირას კანონპროექტების სამივე მოსმენით დამტკიცება იგეგმება.